23-დან 28 მაისის ჩათვლით თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ნევადის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ეწვნენ ამერიკელ მასწავლებლებმა, სტუმრებმა, მოსწავლეებმა ქართული ცეკვებს გაეცნენ, შეასრულეს, შეისწავლეს ტრადიციები, დაესწრნენ მასტერკლასებს და რეპეტიციებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა პანელური დისკუსია უმაღლესი განათლების, ინოვაციების, ხელოვნების, ტრანსფორმაციული ბუნების და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ და აცხადია ეს ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის შორის არსებულ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ და შემოგვიერთდა სტუმრები თოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შაულტაშვილი და ქალბატონი ლელა ალასანია პოლსგრო ლას-ვეგასში მცხოვრები ქართველი რომლის ინიციატივითაც განხორციელდა სწორედ ეს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტი და წინ არის ყველაფერი მოგესალმებით მადლობა სტუმრებისთვის ახლა აქვე დავძინს სანამ თემაზე გადავარდეთ ქალბატონი ლელა ბევრ რამეს აკეთებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მე ბედნიერება მქონდა ლას-ვეგასში სტუმრობდი მას და იქაც გავიგე რამდენად ჩართულია ქართულ საქმეებში და სიმბოლურია რომ ქართული დროშის ფერებში გვეწვია ქალბატონი ლელა მადლობა ამის ბატონი გიორგი სანამ ქალბატონი ლელასთან გადავალთ გვიხარით მნიშვნელობაზე აი ამ ურთიერთობის ამ თანამშრომლობის მათი სტუმრობის როგორ ჩაიარა და რაც თავარია რა შედეგები მივიღეთ და რა ნაყოფს მომიმკით შემდგომში უბრალოდ სკოლისა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ლელას ამ ინიციატივისთვის ჩვენ არაერთხელ თქვენი ეთერიდანაც გაჟღერებულა და თქვენი სტუდიიდან აზიისა და ევროპის არაერთი ქვეყნის დაწყებული ჩინეთით, ისრაელით, პოლონეთით, იტალიით, ასე შემდეგ ამ წარმატებების ინგლისით და ასე შემდეგ, მაგრამ ამერიკულ სკოლებთან ჩვენ არ ქონია ესეთი ახლო ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ HB სტუდიოსთან მქონდა, მაგრამ ესეთი მჭიდრო ფაქტიურად ხელშეკრულებისა და ფაქტიურად მემორანდუმის დონეზე და ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ ტიპის ხელშეკრულებას მომავალი 3 წლის მანძილზე თანამშრომლობის შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ყველა მიმართულება რაც კი ნახეს ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა და აი უმაღლესი რანგის სპეციალისტები იყვნენ ჩამოყვანილი ჩვენც უმაღლესი რანგის სპეციალისტები დავახვედრეთ მათივე შეფასებით, იმიტომ რომ მათ თქვეს, რომ მსგავსი ფოლკლორული ტრადიცია, ქორეოგრაფიული უბრალოდ მარტივად რო ვთქვათ, არ ვნახავთ მსოფლიოში. და ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითად აი მომავალი წლისთვის გვინდა რომ ედინბურგის ფესტივალზე ქართული ცეკვისა და თანამედროვე ამერიკული ცეკვის ერთგვარი სინთეზი მოხდეს და ერთ-ერთი მთლიანად მათი წინადადებებია. არის ლაპარაკი რომ მიწვეული იქნას ჩვენი ჯაზ ვოკალის სპეციალისტი იქ და აი დასკვნითი კონცერტი იყო აი ნამდვილად შემიძლია თქვა ერთობლივი და აი მართლა დღესასწაული იყო ნამდვილად ბრწყინვალედ გამოვიდნენ სხვათა შორის ამერიკული სიმღერებით ეს მიეძღვნა ამერიკის დამოუკიდებლობის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 27-ში ჩატარდა და ბრწყინვალედ გამოვიდნენ მაგალითად ლუკა და გიორგი კანთარიას მსახიობები რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს ამერიკული ჯაზის ასე ვთქვათ ესენი სიმღერები გერშვინით დაწყებული და დამთავრებული მოკლედ რაღაცები გავაგრძელოთ მინდა ვთქვა რომ განსაკუთრებით ქორეოგრაფიულ დეპარტამენტს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმის გამო რომ ბატონი უჩადვალიშვილი ეკაგელიაშვილი ავთო ჩუბინძე თამარ გეგეშიძე მოკლედ აი უკლებლი და ყველა სტუდენტი გახდა ეს ყველაფერი საწინდარი იმის და მასტერკლასები მათაც ჩაატარეს ჩვენთან და ნუ აი ძალიან მოხარული ვარ რომ სამომავლოდ უკვე როგორ არის იცით და ერთმანეთს ვასწრებდით რომ რომელი გეგმა განხორციელდეს და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლელას ესეთი საოცრად გონივრული, საოცრად ეროვნული და საოცრად ისეთი აი აკადემიზმით გაჟღენთილი ასეთი ინიციატივის. ქალბატონ ლელა როდის სადგაჩდა ეს იდეა რომ სწორედ თეატრალურ უნივერსიტეტთან გაფორმებული იყოს მემორანდუმი, ყოფილიყო ეს გაცვლითი პროგრამა თქვენ რატო შეერჩიეთ ეს შეიძლება ვთქვათ უნივერსიტეტი და ეს ხალხი რომ მათ ენახათ და რამდენად მაყოფილი ხართ თქვენ და რამდენად მაყოფილი არიან სტუმრები რომლებიც დღეს გააცილეთ და შემდგომ ჩვენთან მოხვედით მე ლას-ვეგასში გადავედი საცხოვრებლად 23 წლის წინ და როცა გადავედი მან საქართველოს მაინც და მაინც არის სულ ფიქრობდნენ ჯორჯია შტატი და ვიყავი და ოცნება მქონდა იმ ორ სამყაროში რო ცხოვრობდი ოცნება მქონდა რომ სულ
მაგის წარმოდგენა მქონდა, როგორ შეხვდებოდა ეს ორი სამყარო და ასე ლამაზად როგორ შეხვდებოდა. მე 2005-ში ვიყავი ჩამოსული ჩემს ოჯახთან ერთად და როცა ჩამოვედი ფეხბურთზე მივგზავრე და მაგის შემდეგ მქონდა აეროფობია და კლაუსტროფობია. და მაგის შემდეგ 20 წელიწად მე ვერ ვიმგზავრე. შარშან პირველად ჩამოვედი სექტემბრის შუა რიცხვიდან ოქტომბრის შუა რიცხვამდე. ჩემს მას მქონდა ქორწილი, ლამაზი ქართველი გოგო მოიყვანა და ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ოჯახისთვის და აი ტირილით, მაგრამ ჩამოვედი თბილისში. ქორწილს დავესწარი და მაშინ უკვე ვიცოდი რომ იყო დრო, მე რახან ფრენა შემეძლო, იყო დრო, რომ დავკავშირებოდი აქ ნიკოლოზ წულიკძეს, ნიკოლოზმა დამაკავშირა. როგორ მოხდებოდა ეს? ნიკოლოზმა დამაკავშირა ბატონი გიორგისთან და ნანასთან და უღრმესი მადლობა ბატონი გიორგის, აი ის იდეა იყო უბრალოდ და რწმენისთვის და ხარდაჭერისთვის მისუმისოდ ეს არ მოხდებოდა. და ერთიანო ქართული მხარე მზად აღმოჩნდა ყველაფერთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. მეორე არის, რომ მათთვის ამერიკელებისთვის შეგეთავაზებინათ ეს პროექტი, როგორი იყო მათი მიღება ზოგადად ამ ინტერესება. მაგროინდელი პრეზიდენტი უნივერსიტეტის იყო ჩემი მეგობარი კაცი და 2 წლის წინ მას დაუკავშირდი და მქონდა ამაზე ბევრი საუბარი. მან დამაკავშირა სახვითი ხელოვნების კოლეჯის ხელმძღვანელი, მაგას დეკანი ქვია, დეკანს და დეკანი ცეკვის განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლუისი და სხვა პროფესორმა უკვე იცოდნენ საქართველოს შესახებ. 25 წლის წინ საქართველო იყო ნამყოფი მათ უნივერსიტეტში და უბრალოდ აი ასე ისტორიად ახსოვდათ, მეტი კი არა და ძალიან უყვარდათ ქართული კულტურა, როგორც მოცეკვავებს ესმოდათ ქართული ცეკვის ფენომენი, ქართული ხალხური სიმღერა და აი ასე შედგა მაგათა მეგობრობა მქონდა მე უკვე. როგორი შეფასება გქონდათ ახლა როცა ჩამოვიდნენ ნახეს მე კვადრებში ნახულობდი რომ რაღაც ალბათ აცვენეთ კულტურული ჩვენი ღირსშესანიშნაობებიც რაც მოასწრეს მას. ჩვენს საყურებელსაც შეგვიძლია გაუზიაროთ ხო ფრაგმენტებიც ხართ როგორც ვთქვი აჭარულის ცეკვის აჭარულის გარეშე არ იქნებოდა აი როგორი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მათზე და ქართულმა კულტურამ და ფოლკლორამ. აი ახრთოვანებულები იყვნენ. აი ესე ამბობდნენ რომ აი ჩვენ მიდიოდნენ სასტუმროში ძალიან გვირარი და ვერ ვიძინებთო. აი იმდენი ემოციები გვაქვთ ამ ხალხმა მთელი 6 დღე არ უძინიათ რა. ისეთი ახრთოვანებული იყვნენ და ბატონმა ლუისმა დაწერა სიყვარულის წერილი საქართველოს და როდესაც წავიკითხეს წერილი კონცერტის დროს აი მე მგონი მშრალი თვალი არ იყო დარბაზში ისეთი შეფასება გააკეთა და იმხელა სიყვარულით წავიდნენ რომ თქვეს რომ ეს არის ბატონ გიორგის ეძახდა ჩემი ძმა ჩემი ფილოსოფიის და პოეზიაში საერთო იმდენი გვაქვს და ისეთი სიყვარული წავიდნენ ასე თქვეს ჩვენ ჩამოვედით როგორც კოლეგები და წავედით მეგობრები ოჯახი. ერთობლივი ცეკვა ამერიკელები და ქართველები ერთად რა იყო იცით აი ძალიან მნიშვნელოვანი ის სიღრმისეული ხედვა რომლითაც ამერიკელებმა დაინახეს საქართველო. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნანა ხსენალეწერიძე, ქალბატონი მერიდადიანი, რომელმაც ბრწყინვალე პროექტი ასე ვთქვათ პროგრამა გააკეთეს კულტურული, რომ ენახათ აუცილებლად ჩვენი სახელმწიფო მუზეუმი, ენახათ ჩვენი ისტორია და ბოლოს აი ესეთი ფრაზა თქვა ლუისმა რომლებსაც თავთავარი არის ის მოვლილი აქვთ მსოფლიო. წელიწადში ანუ ეს ის რომ რაღაცით ასე ვთქვათ შეისეთ ხო რამე არ უნახავთ ვერაფერ ვერ დააბავთ აი ქალბატონი ნენსი აი ჩაფრინდება თუ არა ლას-ვეგასში შემდგომ 2 დღეში მიფრინავს ჩინეთში ანუ ეს და აი ესეთი რაღაცა ითქვა რომელიც ჩემს იყო ძალიან ამაღელვებელი ნამდვილად რომ საქართველოს ეს არ არის ტრადიცია. საქართველოს ეს არ არის არც ნოსტალგია, საქართველოს ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ხელოვნება, ეს არის აუცილებლობა თანამედროვე სამყაროსთვის. და ეს მართლა ძალიან ამაღელვებელია, როცა შენ აი სწორი კუთხით გხედავენ და აი ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად ყველას ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ ეს უკვე გახსნის თან ნახეს აი მაგალითად პირველკურსელი ბავშვების სასცენო მოძრაობის გამოცდა და აღარ მიდიოდნენ ძალიან ნუ ახლა სუფიშულების იმაზე უნდა ყოფილიყო რეპეტიცია ნუ ის ცალკე თემები იყო როდესაც ჩვენ ანსამბლებს ვერსიონი დაწყებული ნუ და ძალიან დიდი მადლობა მათ რომ ეს გაუხსნეს ღიად კარი და ნუ ანუ უმაღლესი პროფესიონალიზმის ასე ვთქვათ დონეც და სწავლების აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია აი ყველაფერს გაყვნენ
რა როგორ და რანაირად და ფაქტიურად უკვე შეიძლება ჩავთვალოთ რომ რამდენიმე მიმართულებით მიწვეულები არიან ჩვენი პედაგოგები ლას-ვეგასის და ეს არის უნივერსიტეტში სადაც სწავლობს 35000 სტუდენტი წარმოიდგინეთ ანუ ყოველწლიურად რა მიღებაც გვაქვს ჩვენ საქართველოში მაგრაოდენობით სტუდენტები და ეს რასაკვირველიც ცნობადობაზე გაჩვეთილ სიტყვად იქცა მაგრამ ცნობადობის გაზრდა ნიშნავს უამრავი ასე ვთქვათ ბენეფიტის მიღებას სამომავლოდ ჩვენი ახალგაზრდებისთვის გახსნილ ასე ვთქვათ პერსპექტივებს და ასე შემდეგ და აი მე ვთვლი რომ და ისევ ერთ რამეს დავამატებ აი ძალიან ბედნიერი ვიყავი როდესაც აი ესეთი სიღრმისეული შეფასება და დავინახე და არა ისეთი სტუმრის საფრთხოვანება და ფორმალური რაღაცა ეს აი ნამდვილად ისეთი სწორედ აღნიშნავთ რომ საუბრობდით მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა აღნიშნოთ იმ პანელური დისკუსიის დროს რომელიც ჩემთვის პარადოქსულია რომ აი ამერიკული ფენომენი და ქართული ძალიან გავსხისდი ერთმანეთს როგორც საქართველოს იყო საუკუნეების მანძილზე აბსოლუტურად ღია ყველა კულტურული მიუხედავად კონფესიების მიუხედავად ეროვნულობისა განსაკუთრებით ჩვენი დედაქალაქი ხო თბილისი აი ამდენი იუდაისტური კულტურის ისლამური კულტურის და მისი საუკეთესო ტრადიციების გამგზავრებელი ამერიკული ფენომენი ასე ჩამოყალიბდა ის ღია იყო ყველა ასე ვთქვათ კულტურული დინებების და ეს იყო სხვათა შორის ძალიან საინტერესო მათთვის როგორც აღმოჩენა და თანთავარი არის იცით რომ თეორეტიკოსები არიან ძალიან სერიოზული თეორეტიკოსები არიან ეს ადამიანები ეს არ არიან მხოლოდ პრაქტიკოსები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით მაგრამ მინდა კითხოთ რადგან თქვენ ბრძანეთ რომ ესე იგი დაიძრა და უკვე შეგიძლია ფრენა და პირველი ესეთი ნაყოფიერი ვიზიტი შედგა და თქვენი სურვილი თქვენი ფიქრები განახორციელეთ შემდგომში ხო არის პერსპექტივაში კიდე სხვა იდეები შეიძლება ახლა კონკრეტულზე არ გვითხრათ მაგრამ ფიქრში რომ შემდგომშიც მსგავსი პროექტები დელეგაციების კუთხით იქნება კულტურული კუთხით იქნება საგანმანათლებლო კუთხით იქნება თქვენი რესურსი მოახმაროთ თქვენს ქვეყანასაც და გააცნოთ უფრო კარგად ამერიკაში შემდეგი ნამდვილად მინდა სხვა შტატის უნივერსიტეტებს დავუკავშირდე და დავაკავშირო აქ თეატრალურ უნივერსიტეტს ესეთი საოცარი შეხვედრა გქონდა ისეთი ნიჭიერი არაჩვეულებრივი სტუდენტები დაგვახვედრეს კადრი მთელი გუნდი უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანა ლეწვერიძეს უღრმესი მადლობა მერი დადიანს ბატონ უჩადვალიშვილს ავთან დილჩუბინიძეს თამნა გეგეშიძეს ულამაზეს პედაგოგს ეკა გელიაშვილს რომელმაც ქართული ცეკვა ასწავლა ამბავშვებს და იცი რას ამბობ და ისე თავიდან კი გაუჭირდათ მაგრამ ისე შეითვისეს მე რა დაეხმარა იცი აი ქართული სტუდენტები იყვნენ მან და ეხმარებოდნენ აი ასე გააკეთე და დილაზე ადრე იწყებდნენ დღეს მე საღამოს ამ რეპეტიციების შემდეგ სულ ერთად იყვნენ და აი რომ ხედავდი ხოლმე ხან ქართულ კერძებს ეუნებოდნენ აი ეს გასინჯა და იმ ლაპარაკში რომ საუბრობდნენ ხედავდი როგორ ანახებდნენ სწორად თან ცეკვავდნენ თან საუბრობდნენ რაღაცა ამერიკაში რო გავერთოთ ეს ღონისძიებები და აქედან წაღებული ცოდნა რომ გამოამჟღავნონ უკვე იმდენი რაღაც პერსპექტივა არის ამ ხრევ ქალბატონ ნენსის როგორც კი ჩაბრუნდები ეს მიფრინავს სხვა ქვეყანაში მაგრამ დავგეგმავთ მე ბრუნდები თვითონ ორ კვირაში მე შეხვედრა მაქვს მათთან რომ დავიწყოთ უკვე დაგვეგმვა და კონკრეტული გეგმები განხორციელდება და რაც თავარია იქ გავაგრძელებ ქალბატონ ლელასაც რომ იქ არ არის მხოლოდ ქორეოგრაფიული მიმართულება იქ არის ასე ვთქვათ დრამის მიმართულება არის კინოს ანუ ყველა ის მიმართულება რომელიც არსებობს ჩვენთან არის იქ და გითხეს აი უკალებლივ ყველა გვინდა კინოთი დაწყებული და ვოკალით დამთავრებული რაც ძალიან სასიამოვნოა მადლობა დანეთ ის დადმატება მინდა რომ რაღაც მერიმ და ნანამ შეადგინა რაღაცა საოცარი პროგრამა სადაც ყველაფერი ნახეს. აი მათ ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ ერისიონის სუხიშვილის რეპეტიციებსაც. აგრეთვე ნიკოლოზ ხომასურიძის კინოსაც დაესწრნენ. იმდენ რაღაცა მოახერხეს ამ
მოკლე 6 დღეში პროგრამა ისე იყო, პროგრამაში რომ იმდენი რაღაცას გაკეთება უნდათ და ვიცით რომ მომავალში ისევ გეწვევით და სიახლეებს გეტყვით. ჩვენს გელოდებით სტუდიაში. მადლობა, დიდი მადლობა ამ იდეისთვის, ამ თანამშრომლობისთვის, წარმატებები თქვენ უნივერსიტეტს, თქვენ პირადად წარმატებები შეგახსენებთ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შალუტაშვილი და ნელა ალასანია Falls Grove ლას-ვეგასში მცხოვრები ქართველი, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობა, რაზეც დღეს ვსაუბრობდით.